დღეს მე და კაცები რა გაყვიებს? შეგვეშინდა. იყო. რა წესიერად ლაპარაკობდა და უწე ბახ იფუძა. არა თან ირლანდია იყო არ მიდიხარ სადღაც. ჯერ შეიძლება ამ ხალხს არ ვეუბნები ყველას რომ ირლანდიაში მივდივარ. დღეს მე და კაცები მივდივართ ირლანდიაში ჯეიმსონის ივენზე და ერთ-ერთი მათგანი მოიგებს 5000 ლარს და დანარჩენი 3 წავა ხელცარიელი სახლში. მოდი შენთან საქმე იქ ვიცი მაგარი ადგილებს წამოწავე. ამ მოგზაურობის განმავლობაში კაცებს ექნებათ 5 სხვადასხვა ჩელენჯი და ის ვინც ამ დავალებებში ყველაზე მაღალ ქულებს დააგროვებს, გახდება 5000 ლარის მფლობელი. როგორც ხედავთ, ეხლა ჩვენ ვიმყოფებით თბილისის აეროპორტში და აქვე დაიწყება პირველი თამაში. პირველი ჩელენჯი ესეთია, მეგობრებო. აქ მაქვს +1 ფულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი თქვენგანი დაიწყებს უპირატესობით ამ თამაშს. მანახე. და შეგიძლიათ აირჩიოთ ერთხმად, ვინ დაიწყოს. ვის ექნება ეს უპირატესობა. მე მაქვს უკვე. აქვს. ორწავართ მე. ხაჯები ხო? არა. მარე ასევე მაქვს -1 ფულა. ბა გიორგის. რომელიც მინუსით დაიწყებს თამაშს რა. ესეც ამას მივცეთ. არა, ეგ არ და შეიძლება. დემოკრატია. რატო რეგისტრაციაზე გაგვიანე? ეს -1 ფულა რომელიმე თუ გინდათ თქვენით აიღეთ? აი. მოკლედ, თამაში დაიწყო პირველი რაუნდი და წავედით ახლა უკვე ჩეკინზე გვაგვიანდება. დაიცა ეს უკვე თამაში იყო. ანუ და შენ წავედი უკვე. კითხვა მაქვს. საღამოს დებილი მე გამოვიდი. და როგორც კიდე ჩამოვედი თურქეთში მეგობრებო და ეხლა დავფიქრდი და მე ხო ჯენზი ვარ. ძირითადად ყოლაბებს რასაც ვაკეთებ მილიონერებთან ერთად. დავიწყო ცოსო, კაკო, ეხლა კაცები, ეს მე უკვე აღარ ვარ ჯენზი. დავბერდი მეგობრებო. ავიდა ჩემი დრო. რას ფიქრობ ვინ მოიგებს 5000 ლარს? ეს როდის გავა ეთერში მითხარი. ისე უკვე ერთ- გვეწოდინება ვინ. უკვე არ მინდა რომ ჩემი ინტერვიუდან გაი. იცი რა, მე მგონია რომ ამ 5000 ლარს მოიგებს მეგობრობა. მეგობრობა? სახელად ირაკლი ვახტანგიშვილი. სტარტი ვერ ნახე. სტარტი ძალიან თავდაჯერებული იყო და არ ველოდი. მე არ ვიცი რა ტიპის კვიზებია. ესეთი თუ არის +1 და -1, ვისაც დაუგროვდება, მაშინ კაკაბაძე მოიგებს. რომ -1 ხარ მაინც და იცი რა, ცხოვრება ესეთი არის და ჩემ მოგიგი. ხანდახან მინუსი და იწებ, მაგრამ პლუსში ადიხარ რა. ვინც არ უნდა მოიგოს, ეს ხანხა კარგ საქმეს მოხმარდება. ხო, როგორიც არის როგორიც არის დუთიფრი. და წავედით ირლანდიაში. ჯეიმსონის სამშობლოში. მოკლედ მეგობრებო, ჩამოვედით ირლანდიაში და ახლა ვართ აეროპორტში და სანამ მანქანას ველოდებით რომ მოგვაკითხოს, პატარა ისეთი კითხვები მაქვს. ზოგი ჯენზურია და ზოგი სხვა. და თითო კითხვა არის, თითო ქულა. მე უარს ვამბობ ჯენზურ კითხვებს. ზოგი ჯენზური სიტყვა მეც არ ვიცი და დამეხმარი. ეხავე ადიხარ. ჩამოვაყალიბო მე. მოკლედ ეს ტერმინია რა. Roman Empire. რა არის შენი Roman Empire? მითხარი რა არის შენი Roman Empire და გეტყვი ვინ არის. ძალიან მაგარი პასუხი მოვიდა. ჩემი ვერსია არის ესეთი. ჩემი Roman Empire არის ჩემი ცხოვრების ინტერესი. საინტერესოა. ჩემი შინაგანი სამყარო. შენი Roman Empire და შენი შინაგანი სამყარო. აი იმპერია. ჩემი უცხო პლანეტელები. უცხო პლანეტელები. რომის იმპერია რო დაემხო, ესე დაემხო. უცხო პლანეტები. თბილისშვილის შვილებთან ერთად ვიქეიფო. შვილიშვილის შვილებთან ერთად ვიქეიფო. Roman Empire ჩემი აზრით არის ყველაზე დიდი რასაც შეგიძლია მიაღწია ცხოვრებაში. Roman Empire-ის განმარტება მეგობრებო არის ადამიანი ან მოვლენა, რომელსაც ხშირად და მოულოდნელად გეფიქრება. ცხოვრების ინტერესი. უცხო პლანეტელები. ერთი წამი. ჩემთვის კიტრი პომიდორის სალატი არის. ეხლა კიტრი პამიდურის მოვლენა არის კიტრი პომიდორის სალატი. აბა რა არის? მოვლენა. ერთი ქულა არის ჯანელას. ერთი ქულა ჯანელას, ორი ქულა მე. ეხლა უკვე აღრაჯენზული შეკითხვას. აღრაჯენზული. რომელ ნივთს იპარავენ სოფლიოში ყველაზე ხშირად? სანთებელა. რა არის? მე დავინახე იმათ სანთებელა ეწერა და ამიტომ სიგარეტი დო. მე ორიგინალურობაზე არის რამე? პრეზერვატივი. რასაც იპარავენ ყველაზე ხშირად. პასუხი არის პასტა. აი ხა ნახე ვინ მოიწ. უზე მაინც იწყება. არ იქნება სამართლიანი და ამიტომაც 0 ქულა დაგეწერებათ. მე რა მაინტერესებს? დაუშვათ მე ამ
შეჯიბრში ვერ ავიღე ვერც ერთი ქულა და დამჩა -1. მოსატანი ხო არა? აი და შემდეგი ბოლო მესამე შეკითხვა ძალიან მარტივი, მე ანუ ბევრმა არ იცის და მაგიტომ მაინტერესებს თქვენ თუ იცით. ბევრმა თუ არ იცის, მარტივი არ ქვია. აი მე რთული შეკითხვა, ძალიან რთული შეკითხვა. რამდენი წლის ვარ თქვენი აზრით? იცი რა მითხარი რომელი გოდა ხარ? და გეტყვი გოგონებთან ჭორაობა პირველად გამომადგა. ესე ასაკი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რაღაცა გარემოებები, საიდანაც უნდა დავადგინო ასე. 32, საინტერესო. ჯანელა? ეგმეტერა მე, მიდი. 28. მოიგო ადამიანმა, მაგრამ რამდენად იმსახურებს? 25 წლის ვარ. მართლა აუ რა კარგად მეწერა თავიდან. 25 გეწერა? 25 ეწყობა რომ გადაკეთებულია. ნებისმიერი ექსპერტი დადებს. მე მგონია რომ ერთი ქულა თქვენ გიწერებათ. მოიგო. და თქვენც ერთი ქულა, იმიტომ რომ არა, მე ისე კი არ გჩუქნი. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ თქვენობით მომელაპარაკე. არა. ერთ-ერთი ქულა დაეწერათ. ერთი ქულა იმიტომ გეწერება რომ იმ ჭორაობის ხარჯზე მოიპოვა და ის ჭორაობაც ხომ უნდა დაუფასოთ. ერთი ქულა, ამიტომაც გაგიხარ შენ 0 ქულა, შენ გაკ 2 ქულა, ერთი ქულა. ხო მაგრა გამახარა, ამიტომ შენ გაქვს 0 ქულა. წავედი, ეხლა აეროპორტში კი არა, თუ სასტუმროში მივდივარ. სწორედ მანქანა მოგვაკითხა და ეხლა დროა სასტუმროსკენ დავიძრა და აქვე გეტყვით მეგობრებო, რომ საფხულიაც ხელაცხელა თუ მოგზაურობა მოგინდა და დაწყვიტა სადმე წახვიდეთ. ტურისტული კომპანია Wayman-ი, ეგრევე მიწერი, რომ აი აქა და აქ მინდა, ამ ესა და ეს მინდა, ყველაფერს მოგიგوارებენ, მოგზაურობა გინდა, ის გინდათ კონცერტები გინდა, ბედბანის გულაობა. აი ეს საყვარლად გამოიყურება ჩემი ოთახი. ესეთი საყვარელი ოთახი მაქვს, აქ რო დავიძინო. ანუ რო შემოდიხარ თან მუსიკებია ჩართული. მუსიკები გამორთვერო copyright მაინც არ დამედეს, არა? ესეთი საყვარელი ოთახია, შვენიერი. აქეთ რო გაიხედავ, იქიდან ჯანელას უნდა გაძახო და ჯანელას ამოიხედავს და ჯანელას ხედი აქვს. ესეთი საინტერესო. ჯანელ! მოკლედ ლანჩის დროც მოვიდა და ჩვენი მესამე დავალების დროც მოვიდა. მოკლედ ეხლა უნდა დაიყოთ ორ გუნდად. აქ მაქვს თავსებული ესეთი თვალზე უნდა აიხიოთ. ერთ-ერთმა თქვენგანმა, ანუ რომელსაც უფრო ენდობით უნდა აირჩიოთ ეს ადამიანი აქ. გააჩნია. ჯერ მაგას ვერ გეუბნები. მოკლედ ეხლა შემოიტანეთ ბურგერს, ოღონდ დაშლილ მდგომარეობაში. გვექნება ასევე დროის ლიმიტი. დროის ლიმიტი არის 3 წუთი. რომ აი ყველაზე კარგად ვინც აწყობს ბურგერს და პლუს დაასხავს ჯეიმსონს ჭიქაში, ანუ ერთი თვალი ბახოულია, მეორე კარნახობს. აქ ლიმიტი გვაქვს 3 წუთი და თუ თქვენს გინდათ გაიგოთ თქვენი თანხის ლიმიტი რამდენია, შეგიძლიათ TBC Mobile Bank-ში შეხვიდეთ და ძალიან მარტივად გაიგებ თუ რამდენი გაქვს ლიმიტი თანხის გამოტანას. ვა, ნახე პლეისმენტი როგორ ჩასვა. მადლობა TBC-ს რომ ხარს მიჭერს და ჩემს გვერდით დგას ამდენი ხანია და კიდევ დიდი ხანი იდგება, თავარია მჯეროდეს, მე მჯერა. უკვე მზად ხართ. 3 2 1 წავიდა. კარგი ხარ ამოატრიალე, ეგდადე, კარგი ხარ. წელი, ეგ არის. პური სადაც აი, ცოტა წინ ყველი აიღე. კაი იყოს პომიდორი. უნდა გაასწავლე დებილურად დევს. უკვე ჭამა. მეორე პომიდორი ქვეშ ბატონო ამოვიდა. ჯიგარი ხარ, ეს ყველი დაადე ზემოდან. სტრატეგიულად მოქმედი. კარგი, საკმარისია და გადადე. ეხლა მაიონეტი. აიღა. პაკეტი ხა უფრო პირდაპირ ის ფოთლები დააყარე. მიდი. აი ეგერი მოაყარე. ორქულიანია ეს და 5000 ლარზეა თამაში მეგობრებო. აი ეგრე კარგი ხარ? მაგის უკან არის ისა. ჭიქას ვინ მომწევს? არავინ. რა გამი პრობლემა. ზაიმან. აი კარგი ხარ? აი ეხა ეს უნდა გახსოვდეს. დადე, მაი კარგი ხარ. მორჩი. აშები. დრო ამოიწურა. იმიტომ რომ მოგასტრესა ამ ადამიანებმა უკვე და მორჩა ბურგერი. შეგიძლიათ მოიხსნათ. გამანახეთ, ხელები მაქვს ჭუჭყიანი. ბიჭო, აი ბურგერი. აჰა. ის რომ მომიტანონ მე ისეთი რაღაცა დავინახო, მადონა კოიძეს და ვიღაცებს მოუშვებ. ეს არის სუფთან ამ. ეს არის სილამაზე ადამიანი. მართალი. მაინტერესებს 5000 ლარის გულწრფელს რამდენი შეიძლება იკადროს ასე. მე ვარ სუბიექტური, ხანდახან ობიექტური, გააჩნია სიტუაციას, მაგრამ ამ თავიდან შემთხვევაში ხებამდე სუბიექტი ხარ ადამიანი. ამ შემთხვევაში რადგან ეს იყო ერთ-ერთი ისეთი ძლიერი ქულა, მაიონეზიც არ იყო ამ არ გიყურს ესეთი შეკვეთა იყო მაიონეზის გარეშე. ალკოჰოლი არა, არ ვსვავ. არ ვსვავ, დღეს მანქანი თქვა.
მინდა რომ შევჭამო, წავიხებსო წავიდე. კი ბატონო, წავაგეთ, მაგრამ აი ეს მაიონეზიანი ვისკი რომ დავგლოცო. ამ ჭიქით მეგობრებო, თქვენ გაგიმარჯოს, ჩვენ გამომწერებს გამომარჯოს და აბა თქვენიცით. შენ თუ მაგას დალე, ჩვენ პრეტენზია არ გვექნება. ავედი. მოიგო თქვენმა გიძმა. ძალიან კარგი იქნა, სხვათა შორის. ორი ქულა დაგემატათ და შენ 0 ქულაზე ხარ, ოღონდ მაგარ 0 ქულაზე ხარ. აი მე მყარად გახარ. მადლობა. მოკლედ ეხლა მოვიდით მატარებელში და უნდა გადავიდეთ აქ კორკში. სადაც იქ არის ჯეიმსონის დისტილერია და აქ პატარა თამაშები მომზადებული. გამარჯობა. გამარჯობა, როგორ გიგითხოთ? კარგად. ხო ხარ დასვენებულად? რომელი გადაცემიდან ხარ? ჩვენ ტელევიზიიდან. როგორ ახარ? კარგად გამოძინებული, მიუხედავად იმისა, რომ არ მიძინია. დაგიგი ეგეთ ელემენტი. გაიხუძე დათო. რა ჯეიმსონი. ჯეიმსონის ინტეგრაცია. მოკლედ ეხლა შენთანაც გვაქვს შეკითხვა ირლანდიური წინადადება და შენ უნდა გამოიცნო რას ნიშნავს. აქ 4 სავარაუდო ვარიანტი. უნდა გამოიცნო. მიდი, მაგარი ვარ მაგარი. ხო? ძალიან. გავიდე სხვათა შორის. თაგაკ ფარმარ ანტიანა. როგორ? თაგაკ ფარმარ ანტიანა. კიდე ერთხელ. თაგაკ ფარმარ ანტიანა. თავში როგორ? ფარმარ ფერმერი. ალბათ. ხო, გავიგე. ეგ გავიგე, ბოლოს თაგაკ ხო გაიგე. კი. თა მე მგონი არის ეს. ან იც. ეხლა წაკითხო 4 ვარიანტი. პირველი არის დღეს ვერ წამოვალ, ნასვამი ვარ. მეორე ვარიანტი არის ვინც მოითმენს, ის მოიგებს. მესამე არის გააჩერე დედამიწა ჩავდივარ და ყველა კაცი ერთნაირი. დარბაზის დახმარება და ზარია ხმობელთან არაფერი ეგეთი არ არის? როგორ გაამწარონ ხალხი იმას ფიქრობენ. მოდი იყოს დღეს ვერ წამოვალ ნასვამი ვარ. გააჩერე დედამიწა ჩავდე. ესე დედამიწა რომელია შენი აზრით? თაგაკ ფარმარ ანტიანა. მარ არის სამწუხაროდ ვერ გამოიცანი. ვინც მოიგებს ის, ვინც მოითმენს ის მოიგებს. ვინც მოითმენს ის მოიგებს? ჩემი ფიქრი. ხო, მე მეგონა იცოდი და. ჩემი ირლანდიური. შენი ირლანდიური, მეგონი სხვაგან იყავ. არ არის გამოიწყო რომ სხვა ენა ვიცი. ყველა კაცი ერთნაირი. ეხლა ეს ამას მიქრა. გაბრაზებული ხალის ინტონაცია დავინახე მაგებაში. სასწაულია. გამოიცანი თქვენ სწორი. მოკლა. გატვაკე. იგარის შენ გაქვს შანსი, ეხლა რადგან ვერ მოიგებთ. სხვას მისცეს ერთი. არ რო არ მქონ რომ მომეგო არ მექნებოდა ეგ შარი. ეგ შენ ხო, ანუ შენ თვითონ გექნებოდა და ეგ შარი არ გექნებოდა. და ეხლა ერთ-ერთს უნდა უწილა. ერთ-ერთ იკოს უწილებებ მე მაგ ხოლმე. ხო. ყველაზე უკან არის კულებით და ამიტომ რომ წამოგვეწიოს და ინტრიგამ რომ რომ მოიმატოს. რომელი კულას. ხო, ერთ კულას. ჩემსას. ხო. ან ჯანელას ან იკოს. ხო და რომ აუცილებლად ამ სამიდან რომელიმეს უნდა გადავწე. ან მარკეტინგის გუნდ შეგიძლია. რას კულას? ჯეიმსონს. მოდი ის -1 ვინც დაიწყო. რაღაცა სამართალი ამ სამყაროში რო არსებობდეს. -1-იან კაცს გადავწე. მაშინ ჯანელას მივწევს რა. ლიმონადს გაგატან, რომელიც არის ენერგეტიკულის გემო აქვს, მაგრამ ენერგეტიკული არ არის, რომელიც ბავშვებსაც და სულებსაც შეუძლია დალიო და ყველა შეუძლია დალიო. აურინის, კოფეინის გარეშე და 20%-ით ნაკლები შაქარი აქვს მოკლედ და შენს შულსაც შეუძლია დალიოს. აუ რა მაგარი რაღაცა მოუგონია. ხო. ენერგეტიკულის გემო მომწონს და ის არ მომწონს. აი დოპინგივით ჩემ მეორე სუნთქვის ენერგიას რომელიც სიმწრით ვაგროვებ იმას მითავისუფლებ. მაგისთვის აი ღამეც რო შეგიძლია და დალიო რომ არა ეს რომ მუშაობ და არ გინდა ეს ენერგეტიკული იმიტომ რომ გუსაგიჩქარებს. აქ არის დისტილერია უკასრავად. თქვენ აშკარად ცოდნებ ზანდები. სწორად მიდიხარ. ეს რა არის ხო არ იცი შენ შემთხვევით. ჩაინიკი. ძალიან არა, ჩაინიკია ეს აბა რა არის. ნიაპსი.
ბიჭანი შეხო ის. აი ეს ვიცანი, ეს სიტყვა არის და. აგუს არის და. კავშირი და. Agus is And there we go. He knows. My friend. I know some Irish as well. Tagak far man ankiana. Never heard that one. Tagak far man ankiana. Sounds like Roman or something. I have no idea. ამათ მას არიციან. ანუ შენ როგორ უნდა იცოდე? მოვიდა ჩვენი წასვლის დრო. მოსვლა წასვლა. Cheers, გაგვიმარჯოს. რას გაუმარჯოს? კეთილი იყო ჩვენი ფეხი. მოდი წასულების სადაზღვევო თქვათ. When you 3-4 times drink, we say წასულები რა. და რაღაცა პურმარილზე რო გვეფიქრა. აგერ ბოჭკებზე დავალაგებო. ერთი წამი არ ვიშლები. We are not stopping. აქ კიდე უნდა დავდიო. ერთიო. მე საწინებელში არ დავოლევ. მოკლედ დადგა მეოთხე ჩელენჯის დროც. აქ უნდა დავაგემოვნოთ მე და ჯეიმსონის წარმომადგენელმა ალექსანდრემ მათი კოქტეილები და ვისაც ყველაზე კარგი კოქტეილი ექნება, იმას ექნება 3 ქულა, 2 ქულა ექნება შემდეგ ადამიანს და მესამე ადამიანს ექნება 1 ქულა და მეოთხე ადამიანს ექნება 0 ქულა. 0-ზე მე რატო გამომხედე? ტომასი ყავს კიდე აქ, რომელიც გასწავლით როგორ გააკეთოთ კოქტეილი და ის შეაფასებს ვიზუალურ მხარეს და მე ვარ ცნობილი დეგუსტატორი. აი ახლა ტომას დაუძახებ და ტომასი გასწავლით თუ როგორ გააკეთოთ ვისკის აუვას. რიგიტიკი. შენ ხელებს ვენაცვალე, ბიჭო. ხელები ესე გააკეთეთ პროსტა და ხელები, პატარა ხელები, მოვაგდა მოგეფერები. მოკლედ ეხა არის აქ ვინც მოიგებს შეიძლება უკვე ანუ ფინალში იყოს და კონდეს შანსი. რა ფინალში? 3 2 1 წავიდა. ყველაფერი კარგად იქნება. მე მანამდე გავსინჯავ რომ ვიცოდე როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვისკი საუე. ძალიან გემრიელია სხვადასხვას. ეს შენ ჯღრევას რო დაიწყებთ, ეგ იქნება ძალიან საინტერესო. მე ჯღრევაში არ ვარ კარგი. არა? მე კიდე ხომ წახიდე თვალში რო შეგესხა. ბევრი ფული ხარ დაგეხარჯოთ. ხო და მეგობრებო, ბევრი ფული თუ არ გინდა დაგეხარჯოთ. როცა მოგზაურობთ, აუცილებლად გაიაქტიუროთ TBC დაზღვევა, რადგან აი ესეთ გაუთვალისწინებელ მდგომარეობაში შეიძლება თავში გამარტყას. ფულის დახარჯვა მომიწიოს აქ, თან რო გაიაქტიუროთ TBC დაზღვევას, ინტერნეტის მოყოლა 2 გიგაბაიტის აჩუქრა, რონიკოს ფასდაკლებაც აქვს, ევროპა ქარის და ასე შემდეგ შემოგევლით. 1 წუთი, 10 წამი, 5, 4, 3, 2, 1, 0. ხელები მაღლა თუ ხელები მაღლა ავწიოთ. всё. ეგ არის. ამოიწურა 3 წუთი და შევაფასოთ მე ცნობილმა დეგუსტატორმა ალექსანდრემ ჯეიმსონის წარმომადგენელმა და ტომმა კრაფ ამბასადორმა ვიზუალური ნაწილი და ჩვენ გემოებზე ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ რამდენად თამაშობს. მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ. პირველი მონაწილე ეს როგორ უნდა გავიყოთ ახლა? So what do you think about the visual? It's nice. It's nice. But what happened to your head? It's swimming. ესე იყო ჩაფიქრებული. ესე იყო გეგმაში. გემო კაი აქვს. კარგი. და ესე დავწეროთ, მე ცოტა მკაცრი ვიქნები. აი, გონისა შემოდგომო გავა. 3 2 1 შემოატრიალოთ. 7 5 6. 18 აქვს ირაკლის visual amazing. ცოტა ნაკლებია მე ესე მგონია. აქ ხარისხზე აქ შენ გეცვალე. კი, ვიზუალს ის ადამიანი. კაი, მე გავსინჯავ. მე ვიტყოდი რომ ნამუშევარი ჩამწავს კარგად, ბევრად ჯობია ვიღაცებს რაც გავსინჯე. მე ყურადღებით დროს მე და მაგის გავმეთქო. დავწეროთ, მე დავწერ. 1 2 3. 7 8 ნახევარ. ძალიან დიდი ბოდიში მინდა გამოგიტყოთ, რომ ეს არის ტომის გაკეთებული. ჩემსაც ეხლა მოგიტან. მაინტერესებს ტომის ჯობია თუ ჩემი. რა ნამუსი დამიწერე ბიჭო 7 ნახევარი საკუთარ გაკეთებულში.
არა დამამხი. ჭიერია, ხო? Visual, did you check visual before? არა გიგარია. ეხლა რესპროკაი. ჯوارა ვიცი ხაის. დაწერე 1 2 3. Is this mine? რა გიყურა საფეხბურთო ეს რო ურახურე. ეს არის შენი, ეს იყო ჩემი. No, but like what it would be if you were. I was only joking about 5, yeah. Is this? How much it would be? 5? 5. ეხლა გითხრა. ხო. ის ტრაკაჭითები არის ხო? დუბლინში არის ესეთები. ხო. დუბლინგლას. ამ ჭიქაში ყინულით უნდა იყოს მე როგორც ვიცი, მაგრამ შენ შეიძლება მოიცი, შენ წეგან ისიც გეგონა რომ ლაბაზად გააკეთე. შენ ნასვამი ხარ. კაი, 1 2 რასაც გული გიკარნახებთ. 5 და 5, კაია, 6, 6. კაია რომ 3 6-იანი არ დამიწერეთ. მოდი და ჩანელად შემოგვიერთდება. ჩანელა მინისტრი კისელით. სკაფი რატო არა აქ უკაცაა? ხაფი ბოლოს დამიძახეთ და ეს არის უხაფო რა. ლაღიძის წყლების ისა. 3 2 1. What was the real number? 2. ორი გეწერა და it was a joke. ჯო, კაია, ხუმრობები უყვარდი. ქულები კი გადანაწილდა შემდეგნაირად. რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ კაკაბა და ლაბაძე. გამოდის რომ უკვე ფინალში ხარ და თქვენ ორ შორის ერთ-ერთი ადამიანი მოიგებს 5000 ლარს. ანუ მე ტყუილა გამიხარდა ხო მაინც რომ მაგრამ გული ხო კარგი ქონდა. და როგორც იქნა მეგობრებო დადგა ფინალის დროც და ორი ორი უძლიერესი მონაწილე. ზოგადად ფინალში გადიხართ ხშირად ხოლმე თუ მე არ გავდი, მე. ეხა მაყურებელი ვერ ხედავს, გამოსულია მთელი ირლანდია. უკან კამერების უკან არის. სოფლიო ჩემპიონატი დაჩრდილა ამ ღონისძიება. დებენ მაყუთებს. კი, კუში რამდენი გაქვს? კუში 1 და 95. 15 ხო, იმდენი მეც ამაზე მაგდა. შენ ამაზე რო რამე რო ამოიღო. მოკლედ აგ ამაკ 5000 ლარი და არის მე თვამშვიდობაში მოგა. მე აქ მაგ არიოლი და რეშკა. ხო, თვითონ ჯიბეში ევრო უდევს და შენ ლას გაძლევს. ეხა ავაგდებ. აი რომელი იყოს არა ორიანი? ჩემი მე არც. კაი. ორიანი და რაც იმას ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია ეხა გადაწყვიტო ერთი მარტივი რაღაც, რომ ეს 5000 ლარი მე დავიტოვო. მოკლედ ერთ-ერთმა თქვენგანმა უნდა დამალოს 5000 ლარი რომელიმეში. მეორე მარიცის. მეორე უნდა გამოიცნოს რა. თუ ვერ გამოიცნო, მე გადადის მეორე ადამიანზე 1-5 გამოაკლდება. მოდი მე შევქნა, მე დავმალო. ხო. და თომ გამოიწ. ხო, ანუ შენ დამალო, ხო, ეგ შეგიძლია აირჩიო, შენ დამალო თუ შენ რო დამალო. ეხლა მოკლედ ჩვენს გავალთ, კამერამენის გავა და დამალო არავის არ ეცოდინება სად ჩადებ შენ ამ 5000 ლარს. კამერამ რო დაკვირავს თუ შეიძლება. საშინელი ეშმაკობა? ვა, საინტერესოა. ერთადერთი შანსი, როგორც შეიძლება რომ ეხა დათომ რაღაცა ლოგიკით გამოიცნოს ეს, არის რომ რაღაცა ცხელი მოკიდოს და მე სახეზე შემოტყოს ეგ არის თუ არა. ხო, ან სხვანაირად თეორიულად ნუ არ არსებობს რა. ამიტომ ისი აურია რომ მეც არ ვიცი სად. ეს ეხა გავზილეთ. მართლა, სპეციალურად მივხვდი რომ შემეტყობოდა, იმიტომ რომ ცუდი მოთამაშე ვარ პოკერის სახეზე. პოკერის ცუდი მოთამაშე და ეხა ჩადი და ეხაც იგივე იქნებოდა და მე ისი აურია და მე მეთქი, ო ეს მოის არ დამამახსოვრდეს თქო და ისი. ანუ აქ ერთ-ერთში იღეთებს 5000 ლარი და შენც არ იცი რომელში მოუწი. ჩავდე. სწორი კარგად ჩავდე, ისე შევკვეხე რომ მეთქი რომ გამოძრაოთ ჩემ. იგიც დათოს ყველაფერი. აბა რა თქმა უნდა. ათხოვე შენი 2 ევროიანი. ანუ
5000 ლარს ამასე 2 ევროიანზე. არა, მე ისი აღნიშნავდა, ეს მთელი ფინალი კიდია ჩემ 2 ევროია. ეს ეცამ რომ 3 არის აქ და ხო. 2 ხო გვერდებზია. 1 შუაშია. თუ 2 ამოვა, ესე იგი ამოში ცდიბეც. თუ ის ამოვა, მაშინ იმაში. რა თქმა უნდა, ალბათობის თეორიით ეს არ არის სწორი, მაგრამ მეორე მხრივ 3 წახნაგიანი მონეტა არ არსებობს. ავაგდე, დავიჭირე, დავდევი არის შუაში. შუა. აჰა. მეტი არ არის შენი მყევი. რა მალე გახსნა რაღაცაში აპარე ამ. არ არის. ეს გადავდოთ? გადავდოთ. არა, ეხლა ვნახოთ სადიდო. არა, უნდა ვნახოთ სადიდო. არა, რატო უნდა ვნახოთ? არა, ეხლა მოიცადე ჩემივე ხაფანგში გინდა. რა თქმა უნდა, მე რატო უნდა ვიცოდე? მაშინ მე გავალ და თქვენ ნახეთ. კი ბატონო, ან შენ ბეცენდობი? მე ვენდობი ირაკლის, რომელმაც თქვა რომ მე თვითონაც არ ვიცი. ირაკლი, შენ მართლა არ ვიცი და ნეტად ამემახსოვრები. ეს ვეღარ გავთვალე. შენ 2 ევროიანი ხო არ გიდა? რა თქმა უნდა. დამიბრუნეთ ჩემი 2 ევროიანი. ანუ ერთ-ერთი 5000 ლარია აშკარა, ფაქტი არის. მაგრამ რომელს ამბობს ის კი არ უთქვა. მართალი. მოდი ესე იყოს. ხო. რადგან ორიანმა გამიმართლა და რა უნდა იყოს? 2 იყოს აქეთა და არწივი იყოს იქითა რა. და არის დაიცა ჯერ არ გავხსნა. ორიანი. ანუ რაც იმას ნიშნავს 1 წამს. ხო, 1 წამს. თუ ეხა გახსენი და აქ არ არის 5000 ლარი, შესაბამისად თავიდან არ უმალავ ერთ ყუთში მე. აღარ დათომაც მიწიოს თავისკენ და ერთდროულად გავხსნა. მაშინ არის იმან მოიგო. კარგი. 3 2 1 გილოცავ, აი 5000 ლარს. აი ყისმათაა. ისმათ არა, აი. ხალხნო. ბესტსელერს დაელოდეთ. მონეტა და კაცები. მალე გამოვა. ხო, ნახოთ. ყველა იყავს. კი, ეს ისტორია რომ მოუყვეთ. კიდე ხა იყურებ. მადლობა მეგობრებო, უღრმესი რომ აქ იყავით, გამოიწერეთ ჩემი და კაცების არხი და აი ესე, ეს ერთი და სხვა მომავალი, შემდეგში 5000 ევრო იყოს. მადლობთ. იყო? წავედით ბიჭებო. წავუწირებ. წამობძანდით. ჯეიმსონზე დაგპატიჟეთ. წავედით.